საინტერესო დღე გვაქვს დღეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, იმსჯელებენ საქართველოს შესახებ, იმსჯელებენ უკრაინის შესახებ და ზოგადად როცა კანდიდატ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, მოდით შევხედოთ კიდევ ერთხელ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით. კიდევ ერთხელ რადგან ხშირად არენდობიან ხოლმე ქართულ მაჩვენებლებს, მოდით შევხედოთ ამ მაჩვენებლების და მიხედვით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რას საუბრობენ საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სად არის დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა სამივეს გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ორ შემთხვევაში გახსნილია მოლაპარაკებები, საქართველოს შემთხვევაში არა. მოდი ვნახოთ ახლა საქართველოს სად არის და აი მოლაპარაკებები რომ გახსნილია ის ქვეყნები სად არიან. კიდევ ერთხელ საერთაშორისო შეფასებები. თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, აქ აბსოლუტურად ყველა კანდიდატი ქვეყანაა წარმოდგენილი და ვხედავთ საქართველოს მაჩვენებლებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, როდესაც ზოგადად საუბრობენ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეხა უკრაინა ომშია და ამიტომ მას მეტი მხარდაჭერა ჭირდება, ვინ დაუჭირა მაშინ მხარი საქართველოს, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველო იყო ომში რუსეთთან და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა -45%-იანი ვარნა ფაქტიურად. აი აქედან დავიწყეთ და მე არ მახსოვს დიდი მხარდამჭერები ამ პერიოდის განმავლობაში და არც ამ ფაქტის გათვალისწინება არავის არ უნდა დღეს. დიახ, აი ამ ფაქტის გამო დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ის რაც უკრაინამ გადაიტანა, გადატანილი გვაქვს და ამ პროცესში ვართ და ასე რომ თუ რამე პოლიტიკურად უნდა გაითვალისწინოს, საქართველოს უნდა გაითვალისწინოს. საქართველოს დაიწყო ეს პროცესი. საქართველოს მიომა პირველმა რუსეთთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ და არავინ სხვა, მათ შორის რამდენჯერ. ეხლა რაც შეეხება შემდგომ ნაწილს, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში უყურებთ, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ვითარებას. +10%-იანი ზრდა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ფიქსირდება. 10%-იანი ზრდა არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ეხლა დეტალურად შევხედოთ უფრო საქართველოს, უკრაინა, მოლდოვის მაჩვენებლებს. რას ვნახავთ თქვა ამ შემთხვევაში, შემდგომი სლაიდი თუ შეიძლება. საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა ასევე ეკონომიკური დის მაჩვენებლებით სადვართ. აქაც როგორც უყურებთ, პირველი ყველაზე დიდი ვარდნა სწორედ საქართველოს ქონდა კიდევ ერთხელ რუსეთთან ომის გამო და ამის შემდგომ პერიოდში ჩვენ ხედავთ კვლავ საქართველოს ყველაზე მაღალი დის მაჩვენებლები. შემდგომი სლაიდი თუ შეიძლება, სადაც უფრო დეტალურად შევხედავთ ჩვენ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია მთლიანში და პროდუქტი ერთ სულ მოსახლეს. ვხედავთ ვითარებას $36,000-ზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში მინდა ასევე შევხედოთ ამ ნაწილს, რომ საქართველოს არა მხოლოდ მიმდინარე ზრდით, რომელიც ამ შემთხვევაში აგერ არის დაფიქსირებული, ასევე 2028, რომელზეც თავრობამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლები. წინა ორი სლაიდის და ეს სლაიდი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლითვე კი, აი მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დათვლით, ქართულ სტატისტიკას გავანებოთ თავის შემთხვევაში, ვხედავთ 2028-ში სად იქნება საქართველოს და სად იქნება მოლდოვა და უკრაინა ეკონომიკური ზრდით. კიდევ ერთხელ ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვეუბნება. შემდგომი სლაიდი თუ შეიძლება, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ის პარადოქსი, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე დღეს ყველაზე დაბალი ინფლაციური მაჩვენებელი აქვს. 1.1% არის ის მაჩვენებელი, რომელსაც საქართველოს აფიქსირებს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, შემდგომ დიაგრამაზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ინდექსს, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს არის კეთილდღეობის ინდექსის მაჩვენებელი. ვხედავთ სად არის საქართველოს კეთილდღეობის ინდექსიდან გამომდინარე და ვხედავთ სად არის მოლდოვა და ვხედავთ სად არის უკრაინა. თუ შეიძლება კიდევ ერთი დიაგრამა ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კრიმინალის დონეს. კრიმინალის დონე არის ნუმბეოს მიერ შეფასებული, რომელიც სხვათა შორის ძალიან ხშირად გამოიყენება ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ნუმბეოს შეფასება და კრიმინალის დონის მიხედვით ხედავთ, რომ საქართველოს ადგილი სად არის სოფლიოში, რამდენად მაღალია კრიმინალი მოლდოვაში და უკრაინაში. კიდევ ერთხელ ეს არის ნუმბეოს შეფასება და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ, რომ რატომ ირჩევს საქართველოს ბიზნესი რელოკაციიდან გამომდინარე. დიახ, მათ შორის ეს ერთ-ერთი ფაქტორია. კიდევ ერთი შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება. ეს უკვე არის გლობალური ინოვაციების ინდექსი ასევე. გლობალური ინოვაციების ნაწილში 133 ქვეყანას შორის საქართველოს 57 ადგილზეა. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ, მოლდოვის და უკრაინის მაჩვენებლები საქართველოს ჩამორჩება. ამ ინდექსში წინ ვარ. თუ შეიძლება შემდგომი სლაიდი, რომელზეც ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას აფასებს და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ავტორიტეტული საერთაშორისო წყარო Heritage Foundation-ის მონაცემები. კიდევ ერთხელ საერთაშორისო მონაცემებს ვეყოთ. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე ვხედავთ საქართველოს სად არის ეკონომიკური თავისუფლების მიმართულება. ეს ევროპის და ევროკავშირის, ეს უფრო ზუსტად ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია. ვხედავთ ევროკავშირის მაჩვენებელთან საქართველოს თანხვედრას,
ვხედავთ მოლდოვას, ვხედავთ უკრაინას. აი აქ არის საქართველო. ასე რომ როცა ვლაპარაკობთ ხოლმე დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინ იმსახურებს შემდგომ პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მე მგონი ამ მაჩვენებლებს უნდა შევხედოთ, აქ ძალიან ბევრი კომპონენტია. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ასევე Heritage Foundation-ის ნაწილის საინვესტიციო თავისუფლების კუთხით. ვხედავთ სად არის საქართველო და რამდენად მისაღებია საქართველო ინვესტორებისთვის. ეს არის სრულიად თავისუფალი ამ შემთხვევაში კომპონენტი, რომელიც აღნიშნულია შესაბამისი ფერით, სად არის საქართველო, ხედავთ სად არის მოლდოვა და სად არის უკრაინა ინვესტიციების თავისუფლების კუთხით და რატომ საქართველო ძალიან მარტივად ამას Heritage Foundation-ი გონია. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, ამ შემთხვევაში ჩვენ შევხედოთ ვითარებას ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით. ხედავთ ასევე საქართველოს მაჩვენებელს 90 პუნქტზე, ასევე სრულიად თავისუფალ ნაწილში, ხედავთ მოლდოვის მაჩვენებელს 90-ზე ქვემოთ, სადაც უმეტესად თავისუფალია და ხედავთ ამ შემთხვევაში უკრაინის მაჩვენებელს. აქაც საქართველოს პროგრესი გვაქვს დაფიქსირებული კიდევ ერთხელ. ეს არის უახლესი მონაცემები Heritage Foundation-ის შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება. სადაც ჩვენ კიდევ ერთ ნაწილს შევხედავთ, ეს არის ფინანსური თავისუფლების ნაწილი. ეს ის საფინანსო სექტორია, სხვათა შორის, რომ საუბრობდნენ გაფიცვებთან და ასე შემდეგ. ეს ის საფინანსო სექტორია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ეს ის საფინანსო სექტორია, რომელიც უმთავრესი გარანტია საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის. ხედავთ საქართველოს მაჩვენებელს, ხედავთ მოლდოვის მაჩვენებელს, ხედავთ უკრაინის მაჩვენებელს. აი აქ არის საქართველო. თუ შეიძლება შემდგომი სლაიდი, ამ შემთხვევაში ვისაუბროთ უკვე სოფლიო ბანკის მონაცემებით, დავიწყეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდით, ვასრულებთ სოფლიო ბანკის მონაცემებით. სოფლიო ბანკის მონაცემებით კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს სოფლიოში. ხედავთ სად არის მოლდოვა, ხედავთ სად არის უკრაინა. და დღეს როცა ლაპარაკია ევროკავშირის მხრიდან დახმარების საკითხებზე. ხომ ყველამ კარგად ვთქვით, სხვათა შორის შევარდნაძის მთავრობის დროს ყველაზე მეტი გამოკვეთილად მეტი დაფინანსებები მიიღო, ყველაზე მეტი არასწორია საქართველოს მთავრობა. ვიცით კორუფციის პირობებში სად მიდის ხოლმე დაფინანსებები. აქ საქართველოა, სადაც კორუფცია ძალიან დაბალ დონეზეა. შესაბამისად, თუ ჩვენ საუბრობთ დაფინანსების ეფექტიანობას, დიახ, ეს ის ქვეყანაა, რომელიცაც შეუძლია, რომ ეფექტიანად მართოს დაფინანსებები და ბოლო სლაიდი და ამით დავასრულებთ, ეს არის მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი, ასევე მსოფლიო ბანკის შეფასების კარგი მმართველობის ინდიკატორებიდან აღებული. ხედავთ მთავრობის ეფექტიანობას, თუ სად არის საქართველოს მთავრობის ადგილი მსოფლიო ბანკის შეფასებით, სად არის მოლდოვა და სად არის უკრაინა. ეს არის მთავრობა, რომელთან თანამშრომლობა იმ კუთხით ღირს, რომ იქნება ეფექტური, იქნება ნაკლები კორუფცია, იქნება თავისუფალი ბიზნეს გარემო და ღია, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობებისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ღია ევროკავშირისთვის და დიახ, ამ მთავრობის, ამ ეკონომიკის, ამ ბიზნესის მიზანია საქართველოს უპირობოდ აუცილებლად გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ ამას შევძლებთ ამ მონაცემებიდან გამომდინარე. ბიზნეს ინსაიდერი დაბრუნდება პარასკევს. Business Insiders წარმოგიდგენთ თეგეტა.